ეთერში ახალი სამზე სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. ამ წუთებში თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ყრილობა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ყრილობას ამ წუთებში შეუერთდა. თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგ გარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. ჩვენ ყრილობას პირდაპირ ეთერში ვთავთ. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ყრილობის დეტალები ჩვენი კორესპონდენტი ნუცა აბაშიძე ჩაგვერთვება. ნუცა, გისმენთ. ყრილობა ამ წუთებში იწყება. შეგახსენებთ, რომ აქ 1700 დელეგატია შეკრებილი როგორც თბილისის, ასევე რეგიონული ორგანიზაციებიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები, რომელიც წევრებმა გააკეთეს ყრილობის დაწყებამდე. პირველ რიგში რაც გაჟღერდება, მხოლოდ გაჟღერდება ჩვენი საქართველოს და ჩვენი სამშობლოს განთლიანებისა და გაერთიანების შესახებ და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ყველაფერს სათავეში უდგას ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ მისი თანამებრძოლები მზადა ვართ, რა დავალებაც გვექნება ქვეყნის სამსახურში ყველაფერი შევასრულოთ. მნიშვნელოვანი არა, მაგრამ ყველაფერი დღეს გაირკვევა, იმიტომ რომ კამათი იქნება სიტყვით გამოსვლები და ასე რომ მაინტერესებს ძალიან, როგორც ამ პარტიის წევრი, მოვედი ცოტა ადრე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე მოვიდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ის ყრილობას დაესწრება. დაწყებისთანავე ყრილობის მონაწილეებს მანანა კობახიძე სიტყვით მიმართავს. ასევე კომისიის ანგარიშის წარდგენა იქნება. ჩვენ მოვისმენთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. ყრილობაზე ასევე ხმის დამთვლელი კომისია აირჩევა. დღევანდელ ყრილობაზე დღის წესრიგისა და რეგლამენტის დამტკიცება მოხდება. ასევე აირჩევენ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს. პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დიდ საკონცერტო დარბაზთან, სადაც დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ყრილობა იმართება, ეგრეთ წოდებული აცტუპნიკების აქცია მიმდინარეობს. ისინი ფართების დაკანონებას ითხოვენ. მათი თქმით, არჩევნებამდე თავიანთი მაჟორიტარებისგან დახმარების დაპირება მიიღეს და ახლა ამ დაპირების შესრულებას ითხოვენ. ფილარმონიასთან 20-მდე ეგრეთ წოდებული აცტუპნიკია შეკრებილი. რომ ეხა დოკუმენტები გამოაგზავნონ და შემოიტანონ ჩემთან კომიტეტში, ჩვენ მზად ვართ შევისწავლოთ ეს საკითხი, თუ საჭირო ამ მხრივ საკანონმდებლო ინიციატივა, ამისთვისაც მზად ვარ, უბრალოდ ჯერ მინდა რომ კარგად შევისწავლო. უყურადღებოთ არ დავტოვებთ.
ჩვენ ახლა ისევ პირდაპირ ეთერში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგგარეშე ყრილობას ვრთავთ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგგარეშე ყრილობა იმართება, რომელზეც წესდების ახალ რედაქციას მიიღებენ. ქალბატონებო და ბატონებო, ბოდის მოგიხდით ტექნიკური შეფერხებისთვის, მოგესალმებით ყველას. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რიგგარეშე მეორე ყრილობის დელეგატებს, ყველა სტუმარს, პარტიის წევრებს, დამფუძნებლებს მოგესალმებით და დღევანდელ ყრილობას ვაცხადებ გახსნილად. ჩვენ ვიწყებთ სამანდატო კომისიის ანგარიშით. ჩვენ მონაცემები რეგისტრაციის სამსახურმა უნდა მოგვაწოდოს და შესაბამისად იმის მიხედვით არის თუ არა ყრილობა უფლებამოსილი, ჩვენ შევუდგებით მუშაობას დღევანდელი დღის წესრიგით. თუ შეიძლება სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს ბატონ თამაზ ავდალიანს ვთხოვ, რომ ყრილობას მოახსენოს, როგორია დღეს შესაბამისად მონაწილეთა გამოცხადება, დელეგატთა დასწრება დარბაზში და არის თუ არა ყრილობა უფლებამოსილი შეუდგეს მუშაობას. მოგესალმებით პარტიის წევრებს, სტუმრებს. დღევანდელი დღის ყრილობაზე დაპატიჟებული იყო, მოწვეული იყო 1701 დელეგატი. ასევე გვესწრება 550 სტუმარი. 1701-დან 1701-დან გვესწრება 1691 დელეგატი. ამიტომ ყრილობა მეორე ყრილობა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მეორე ყრილობა უფლებამოსილია რომ ჩატარდეს და გახსნილად ვატარებ და უფლებამოსილია რომ ჩატარდეს და გილოცავთ ყველას.
ჩვენი ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას იმისთვის რომ ყრილობა წარიმართოს კანონისა და წესდების შესაბამისად, რა თქმა უნდა, აუცილებელია ავირჩიოთ სხდომის დივანი. კერძოდ შემოსულია კანდიდატურა ბატონი ზურაბ ხაჩიძის საინიციატივო ჯგუფმა, საორგანიზაციო ჯგუფმა წარმოადგინა ყრილობის მდივნად ბატონი ზურაბ ხაჩიძის კანდიდატურა და თუ შეიძლება მანდატების აწევით დაგვიდასტუროთ უჭერთ თუ არა მხარს ზურაბ ხაჩიძის ყრილობის მდივნად არჩევას. თუ შეიძლება კარგად რომ აწიოთ რომ დავინახოთ, ანუ უმრავლესობა დარბაზში ყოფილი დელეგატების საფიქსირებს თანხმობას. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ ხაჩიძეს ვთხოვთ რომ დაიკავოს ყრილობის მდივნის ადგილი. მადლობთ. შემდეგი დღის წესრიგის საკითხი გახლავთ ხმის დამცველი კომისიის არჩევა, ვინაიდან აუცილებელია ჩვენი ყველა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი დადგეს კენჭისყრაზე და დათვლილი იქნას ხმები. აქედან გამომდინარე, შემოსულია საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ხმის დამცველი კომისია შემდეგი შემადგენლობით. კერძოდ კომისიას უთავმჯდომარებებს ბატონი ნუგზარ მალაღურიძე, კანდიდატურა დასახელებული ნუგზარ მალაღურიძის, მოადგილეებად დასახელებულია ნინო ქათამაძე და ბატონი ცოტნე ზურაბიანი, ასევე წევრებად დასახელებული გახლავთ ბატონი ზურაბ გოგუაძე, ნოდარ გიორგობიანი, ნუგზარ ჭანკვეტაძე, გიორგი მაღლაკელიძე, ნიკოლოზ დონაძე, ბექა ჭუმბურიძე, ომარ გოგუაძე, გიორგი დონაძე, ლაშა ნატროშვილი, მათე ჭაბუკიანი და დავით გურგენიძე. თუ შეიძლება მანდატების აწევით დაგვიდასტურეთ აღნიშნული პირების ხმის დამცველ კომისიაში არჩევის თანხმობა. ვინ არის მომხრე? თქვენის ნებართვით ხელს ავწევ, იმიტომ რომ მანდატი მაგიდაზეა. უმრავლესობა თანხმობას აცხადებს, ეთანხმება ამ კომისიის შემადგენლობას. მაშინ ვთხოვდი ბატონ ნუგზარ მალაღურიძეს, ქალბატონ ნინო ქათამაძეს და ბატონ ცოტნე ზურაბიანს დაიკავონ სცენაზე ადგილი. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, ხმის დამცველი კომისიის შემადგენლობაში მყოფ პირებს, ვთხოვ რომ ისინი განლაგდნენ ისე დარბაზში, რომ სეგმენტებად არის დარბაზი დაყოფილი და კენჭისყრის დროს შეძლონ ოპერატიულად დათვალონ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ანუ ხმის დათვლა ოპერატიულად განახორციელონ. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადდა. უგულავა დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს. თბილისის პოლიციის სამმართველოდან დეტალებით ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ნიორაძე გვერდება. გიორგი, გისმენთ. ქალაქის მერი გიგი უგულავა უკვე 2 საათია, რაც გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის დღეს ადვოკატის გარეშე გამოცხადდა პოლიციის სამმართველოსთან, ასევე მას არ მოჰყოლიან მხარდამჭერები. ის ქალაქის მერი დაკითხვაზე მოაცილა მხოლოდ მერის პრესსამსახურის თანამშრომლებმა. გიგი უგულავა დაკითხვაზე შესვლამდე მცირედი კომენტარით შემოიფარგლა. ის ითხოვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კვლავ დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. დღესვე ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მგონია, რომ გამოსაძიებელი უფრო მეტად არის ის, ვის ერჩურჩულებოდა ესე ნაზად ნანა კაკაბაძე და დაიკითხება თუ არა ღარიბაშვილი. მე სიმართლე გითხრათ, ეს საკითხები მაინტერესებს უფრო მეტად გამოძიებიდან და იმდენი გამოცდილება მაქვს, რომ შევატყობ აპირებენ თუ არა ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვას, დანარჩენი რაც შეკითხვები იქნება, იმ შეკითხვებზე უპასუხებ. მესმის გიგი უგულავას არ მოწონს ის პოლიციელი, რომელიც საკუთარ მოქალაქეს ესვრის, კლავს, აწამებს, სისხლის გუბეში ამყოფებს. ესეთი პოლიციელი მისთვის იყო ახალი, გაუკვირდა ბატონ უგულავას, მაგრამ ჩვენ სწორედ ისეთი პოლიცია გვინდა, რომელიც დეპოლიტიზირებულია და რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე არ ავარჯიშებს, კუნთებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებს იცავს.
რაც შეეხება თავად ნანა კაკაბაძეს ის აპირებს რომ დღეს კომენტარი გააკეთოს ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან უგულავას ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით სავარაუდოდ ასევე დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაცია მიაწოდა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გამოძიებას მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღეს გიგი უგულავა პირველ საათზე საკუთარი ნებით გამოცხადა და მისი იძულების წესით მოყვანა არ გამხდარა საჭირო და აგერ უკვე 2 საათია ის გამძიებლების შეკითხვებს პასუხობს. პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ნიორაძე. მადლობა გიორგი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ლობისტური კომპანიების გააქტიურების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. ეს არის ძალიან ცუდი, თუ კი ეს მართალია, რასაც თქვენ ამბობთ, მე არ ვიცი ამის შესახებ ინფორმაცია არ მომეპოვება. ნაციონალურმა მოძრაობამაც და ყველამაც ლობისტები უნდა დაიქირავოს იმისთვის, რომ საქართველოსთვის გაკეთდეს საქმე და არა რომელიმე პარტიისთვის. თუ კი ვინმე ცდილობს მავნებლურად საქართველოს ხელოვნურად შეულახოს იმიჯი და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოიწვიოს ჩვენი ამერიკელი თუ სხვა პარტნიორების შეშფოთება, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელოვნებაცოდნე მაია ორჯონიკიძის შვილის ცოტნე მამულაშვილის აღკვეთი ღონისძიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მამულაშვილს ლომბარდის დაყაჩაღებაში თანამონაწილეობისთვის აქვს ბრალი წაყენებული პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაცია პატრიოტების წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი აცხადებენ, რომ მამულაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და იმედოვნებენ, რომ სასამართლოს გაათავისუფლებს. სამართალდამცველებმა ცოტნე მამულაშვილი 14 თებერვალს დააკავეს. გლდანში დღის 3:30-ზე ლომბარდი დაუყაჩაღებიათ და ის პიროვნება, რომელმაც დააყაჩაღა ლომბარდი, ხელსადებს ცოტნეს. პიროვნება არის ნატოს საინფორმაციო ცენტრის სამხედრო ექსპერტი, მხატვარი, რეჟისორი, გარკვეულად მოციქული პიროვნება და აპატიმრებენ უაზრო ბრალდებით ლომბარდის დაყაჩაღებით. საშუალო აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხზე ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც კალმახელიძე წერს: ნება მიბოძეთ გულწრფელად გაგიზიაროთ ჩემი განცდები, რაც ძალიან ბევრი ფიქრისა და მწუხარების შედეგად გადავწყვიტა. უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება ცნობილ კადრებს, ეს იყო ჩემთვის ყველაზე თავზარდამცემი და შემზარავი, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მინახავს და განმიცდია. ეს არის პირადად ჩემი უდიდესი ტრაგედია, მე უზომოდ ვწუხარ და ეს გრძნობა არასოდეს შემიფსუბუქდება. ეს არის ჩემთვის უდიდესი სინანულის და განსაცდელის პერიოდი. უაღრესად განვიცდი იმას, რომ ასეთი განსაცდელი ხვდათ წილად, აღნიშნულია განცხადებაში. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე სახალხო დამცველს და საშუალო აღსრულების მინისტრს მიმართავს და ციხის მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტების შეყვანას მოითხოვს. ბაკურიძემ დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის ფოტო აჩვენა, რომელიც მისი პატიმრობის დროს ბათუმის მესამე საპროფილოში ჟურნალისტებმა სოზარ სუბარის ინიციატივით გადაიღეს. მაშინ სუბარის სახალხო დამცველი იყო და ციხეში ჟურნალისტებიც მისი ინიციატივით შევიდნენ. ბაკურიძის თქმით, მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტების შეყვანა აუცილებელია. მე მინდა მიმართო სახალხო დამცველს და საშუალო აღსრულების მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს, თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში რეალურად განვითარდეს პენტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება და იყოს დაცული თითოეული პატიმრის უფლება, ამისათვის აუცილებელია, რომ მონიტორინგის განხორციელების ჯგუფში იყვნენ ჟურნალისტები, რათა ჟურნალისტების მონაწილეობა ამ ჯგუფში არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ეს სისტემა გახდეს რეალურად გამჭვირვალე და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. ქართულმა დელეგაციამ დღეს შეხვედრა ანკარაში გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალთან ნეჯდე ოზელთან გამართა. განხილვის მთავარი თემა სამხედრო ტექნიკური საკითხები და სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა იყო. საუბარი ასევე შეეხო მომავალ ურთიერთთანამშრომლობას და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას. ქართული დელეგაცია ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია და დელეგაციის წევრები თურქეთის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ. ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, ყარსის ასევე სარკინიგზო პროექტის წარმატებით დასრულების აუცილებლობაზე, ვისაუბრეთ ჩვენს ნატოში მისწრაფებებზე. ჩვენ ვფიქრობთ ერთობლივად, როდესაც ვიქნებით ბრიუსელში უკვე მინისტრების დონის შეხვედრაზე ნატოს დაისაბის, იქაც ვისაუბროთ ასევე საქართველოს და ამ რეგიონის, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესახებ ნატოსთვის ტრანზიტული ტვირთების გასატარებლად.
თავდაცვის სამინისტრო ფოთში გაცნობიტი ხასიათის აქციას ატარებს სამხედროები მოსახლეობას ხვდებიან და ქართულ ჯარში არსებულ ვითარებაზე, ასევე საკონტრაქტო სამსახურსა და მის დადებით მხარეებზე ესაუბრებიან. სამხედროები კამპანიას რამდენიმე დღე ატარებენ, ისინი სვანეთსა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებს სტუმრობდნენ. დღეს ისინი ფოთის ახალ რაიონში იყვნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნიანი მოსახლეობა ნახეს. თავდაცვის სამინისტროს აქცია ფოთში დღეს დასრულდება, ხვალ კი აჭარაში გაგრძელდება. კარგი ინიციატივა საქართველოს ჭირდება ძლიერი ჯარი, ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. ამიტომ ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ კიდე არ არიან, უნდა წავიდნენ, უნდა იმსახურონ სამშობლოსათვის. ხელფასების მატება არ დაგეგმილი უახლოეს მომავალში, ახლა ამჟამად 700 ლარია ხელფასი, მაგრამ მისდება 20-30%-ით. სადაზღვევო პაკეტი შეიცვალა, აი როგორი დაზღვევაც ექნება მინისტრს, ისეთივე დაზღვევა ექნება ყველა სამხედრო მოსამსახურეს და პირობები გაუმჯობესდება რადიკალურად შეიძლება ყველაფერი. ამის შესახებ გვინდა ვაცნობოთ თემის მოსახლეობას. ხვალ ვიქნებით უკვე აჭარაში, ბათუმში კერძოდ და გავაცნობთ ახალგაზრდებს და მოუწოდებთ, რომ წამოვიდნენ საკონტრაქტო სამსახურში, იყონ ჩვენს გვერდით. ბათუმში მეჩეთის აშენებაზე თანხმობა სააკაშვილის მიერ დაწყებული სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი კურსის გაგრძელება. ეს განცხადება დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში პაატა ჩოხელმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ლეიბორისტების იდეოლოგიური მდივანი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ თავისი გადაწყვეტილება უკან წაიღოს, რადგან იმ შემთხვევაში თუ მეჩეთი მაინც აშენდება, ის მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თურქული პოლიტიკის გაძლიერებას საქართველოში. აქ არის ლაპარაკი საფირწონეზე. რამდენად მომგებიანია ვთქვათ, იგივე ჩვენი ოშკის, ბანა, ხახულის, ჩვენი ისტორიული ძეგლების ვთქვათ რესტავრირება და მოქმედი მეჩეთის აშენება. ეს უკვე პოლიტიკური საკითხია. თურქეთის მხარე თქვენ თუ კარგად დააკვირდეთ, იქ აცხადებს, რომ უბრალოდ კი არ მიიღებენ მონაწილეები ქართველები, არამედ უბრალოდ დაიშვებიან ქართველი არქიტექტორები, რომ დააკვირდნენ, მხოლოდ დააკვირდნენ, ვთქვათ, რესტავრირების პროცესს და არა მიიღონ მონაწილეობა. საიას გორის ორგანიზაციის ოფისში შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს იურისტებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ყველა ის დადგენილება გააცნეს, რომელსაც პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს. პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობას ეხება. შრომით კოდექსში შესატანი ცვლილებები დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა იურისტებმაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა განიხილა დღეს და წარმოგვიდგინა ცვლილებები, რაც ცვლილებები შედის კოდექსში, ის რაც მოვისმინეთ ჩანს, რომ უფრო მოქნილი ხდება და დასაქმებულის უფლებები შედარებით უფრო დაცულია. ცვლილებები ეხება ასევე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებთან დაკავშირებით, ასევე მშობლების საკითხთან მიმართებაში ზეგანაკვეთური სამუშაოს საკითხი კონკრეტდება, დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებაშიც და ასევე გაფიცვისა და ლოკაუტის პირობების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება მიცოდეს ის ცვლილებები, რაც იქნება განხორციელებული. გორში არსებულმა ბიზნეს საწარმოების წარმომადგენლების ნაწილმა ლეიკემიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამ დაავადების მქონე ბავშვების ფინანსური დახმარების სურვილი გამოთქვა. ბიზნესმენებთან შეხვედრის ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა უზრუნველყო. პირველ მარტს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო საღამოს გაიმართება. დაგეგმილი აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადაეცემათ. მთავარი მიზანი არის ის, რომ ამ საქველმოქმედო აქციაში თითოეულმა მათგანმა ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა სიმბოლურად და გარკვეული წვლილი შეიტანონ იმ აქციაში, რასაც 1 მარტისთვის გვეკმავთ და რაც მოხმარდება, ანუ საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ მცირეწლოვან ბავშვებს.